ჩვენ ვიყოფებით ქუთაისში, კერძოდ იმერეთის დედაქალაქში. ეხლა მინდა გითხრათ თუ რატო ჩამოვედით ჩვენ აქ და მანამდე კი მინდა გაგაცნოთ ერთი კოლორიტი ადამიანი. ეს არის დავით კუხიანიძე, რომელიც არის ხარჩემიზმა გენაცვალ. აი, ხო, ასოლა დაიკარგო რა, აი მოგვანათა. ჩამოვედით. აი, დავით კუხიანიძე არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც არის BMW Club ქუთაისის წარმომადგენელი, ფაქტობრივად PR-ი. PR მენეჯერი, PR-ი მეხება ასეთ. მაყურებლის ენით ვიტყვი რომ გული და სული. შეიძლება ასეც ითქვა, საგან თავდამალი ხალხი ვართ ქუთაისელები და ლამაზეც აღარ ვიტყვით, მაგრამ ასეა. მოდი მანამდე მითხარი, როგორ გაითქვი შენ სახელი ქუთაისში და არა მარტო უკვე თბილისში ძალიან ბევრ ადამიანმა იცის უკვე შენი ვიდეოები. რა არის, ცი მთავარია სული და გული უნაჩადო. რაღაცა ვიდეო გადავიღეთ, ეგერ ხარ, რაღაცა ეგერ იქით მანქანით გავედით, გამოვედით და რაღაცა ჩამოყალიბდა, გუნდი ჩამოყალიბდა და რა ვწვალობთ, ასე ვცდილობთ რომ რაღაცა წინ წამოვწიოთ ჩვენი ქუთაისი და საქართველოს კიდე ცოტა შევალამაზოთ რა. აი როგორ მიყვარს ქუთაისური კილო, ქუთაისური იუმორი, აი რაღაც თბილისში სხვანაირად ხდება, ყურდა ძალიან მივიღეთ სხვათა შორის და ძალიან მოწონს ჩვენ მაყურებელს მინდა გითხრა და ცოტა ხანში ნახე ქუთაისურად დაგაწყებდი, მაგრამ აი მე ვიდა წევიდა და მე როგორც ვიცი მე გესაუბრე ესე იგი თბილისში ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით და ჩამოვედით იმიტომ რომ ჩვენ მაყურებელს გავუსწრებთ BMW კლუბი რომელიც არის ვინ არის დამფუძნებელი რა უნდა გაგა ბაზაძე გახლავთ ეს ადამიანი ვინც ამ ყველაფერს მოუყარა თავი და დააფუძნა ქუთაისში აი საქართველოს დიდი გუნდის ნაწილის პატარა ნაწილი აქეთ ჩვენსკენ გაგაცნობ მე შენ გაგასაც ჩემი კლუბის წევრებსაც გაგაცნობ უცებ ბიჭები შეიკრიბნენ და ერთი სურპრიზი მაქვს კიდე შენთვის, რა ვიცი, რამდენად მოგეწონება, არ ვიცი, მაგრამ აი ეს 12 ცილინდრიანი სურპრიზი მაქვს შენთვის და 12 ცილინდრიანი. ნახოთ, რა ვიცი, თუ მოგეწონება, მე შენ თვითონ ნახავ ამ ავტომობილს, რაც მე მოგყვანეთ შენ სურპრიზად. მოდი, მანამდე კლუბი გავიცნო. გაგა და BMW კლუბი. მე შენ გაგაცნობ ვინაირ გემრიელ ხალხს, ჩემ კლუბელს, ნო? აჰა. გემრიელი ხალხი. BMW Club ჯორჯია ქუთაისის წარმომადგენლები შეკრებილები ხარ. ხედავ უკვე. დაუხარდა შენი ჩამოსვლა და გაგაცნობ ვინ არის პრეზიდენტი აქ ჩვენთან. დამფუძნებელი, ასე. აბა ვნახოთ, აბა. გამარჯობათ, ბიჭებო, გამარჯობათ. გამარჯობა. ალბათ ჩვენ სტუმარს. გამარჯობა, ყველას მოგესალმებით. ჩამოვედი ქუთაისში. ძალიან მიყვარს თქვენი ქალაქი. გაგა, ჩვენი, ესე იგი BMW Club ქუთაისის დამფუძნებელი. აბა გითხარი, რა ხდება? როგორც გავიგე, აქ იკრიბებით და აქ არის მთელი თქვენი გული და სული, როგორც კოხე მითხრა. იკრიბებით, ვაწუხებთ ხოლმე საქართველოს პარლამენტს. აჰა. წუხდებიან? კი, ხშირად წუხდებიან, კი, აკეთებენ უამებს. რა ვიცი, ვიკრიბებით კვირაში ერთხელ. ესე იგი, დაპირთული კვირის შემდეგ ერთი დღე გვაქვს ისეთი გამოსასვლელი, ხო ესე თუ? და აი, კანონთან როგორ ახართ? კანონთან. ეს ყველა საინტერესებს სხვათა შორის და ჩვენ მაყურებელსაც. კანონთან ვართ ძალიან მკაცრად. თითოეულმა ჩვენმა წევრმა იცის, მათ შორის ბატონმა დავითმაც, რომ სტიკერიანი მანქანა უფრო ვალდებულია წესები დაიცვას, ვიდრე რა თქმა უნდა ჩვეულებრივი. აი ჩვენ შინაგანა წესში წერია ეგ და რა თქმა უნდა ქალაქი პატარაა, ყველა გვცნობს სტიკერიანი მანქანა იციან, რომელია კლუბის ავტომობილები და თავი იძულებული ვართ დავიცვათ წესრიგი იმაზე მეტად, რომ აი მისათითებლები ვიყოთ, რომ აი მაგალითი ქალაქისთვის. ჩვენ არ დავარღვიოთ ერთ პირველ რიგში და ნუ რა თქმა უნდა შემოურღვევები გვაქვს. ხდება ხოლმე ცოტა, მაგრამ მე ვჭირთ ჩვენ თავს. ჩვენ თვითონ. აი, რასაც მე დავითის ვიდეოებში უყურებ, იქ არ არის ხა დარღვევები, მაგრამ სულ არის იუმორი, სულ რაღაცების ვიდეოებში არ არის დარღვევები. არ არის, ხო? თუ ყოფილა ეგეთი. ანუ ამოჭრილი გაქვს ეს ყველაფერი. სხვა გზა არ არის. კაი, აი მიგებად ვიცავთ წესებს რა. თუ ატარებთ რამე ღონისძიებებს, რბოლებს? ესე იგი, ახლა ჩავატარეთ 7 მაისს სხვათა შორის დასავლეთ საქართველოს მასშტაბით გრანდიოზული გამოვიდა, ქუთაისის მასშტაბითაც შარშან პირველი ჩავატარეთ, დებიუტი მქონდა, წელს რა თქმა უნდა მეორეჯერ ჩავატარეთ და საკმაოდ გრანდიოზული და მასშტაბური გამოვიდა. ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები, ბოლელებით, სანახავადაც. და რა ვიცი, მივყვებით რა ამ თემას, რომ აი რაღაც ავაღორძინოთ, გავაკეთოთ ჩვენ ქალაქში და ავტოსპორტი განვითარდეს რა ბოლო-ბოლო დავამატებ კიდე იმას, რომ აი შვიდში ისე მოხდა, რომ ამინდმა არ შეგვიწვა ხელი. ძალიან მაგარი წვიმა იყო ესე რომ თქვა და ძალიან დიდი მადლობა იმ ქუთაისლებს, თქვენ გენაცვალეთ. ყველას ვინც აი ბოლომდე მიუხედავად იმისა, რომ მაგარი წვიმა იყო, ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით. ერთი დეტალი რაც დამამახსოვრდა და ის იყო, რომ აი
ძალიან ხლეშა წიმაწამოვიდა ასე ქუთაისურად და ბანერები ქონდა გაგრული და ხალხო ბანერები დაიბარა და არ წავიდა რა. კარგი, ანუ აქ ჩატარდა, ხო, როგორც ვიცი, გზაზე ჩატარდა ეს ყველა. შეკრების ადგილზე იყო ყველა. ტიპიური, ესე იგი, შაბათი დღე და ქორწილი. შაბათობით ისე ხშირია, ხო? კი, რა თქმა უნდა და ეხა როგორც დაგპირდი მე შენთვის გვაქვს სურპრიზი, 12 ცილინდრიანი სურპრიზი, რომელსაც 5 ლიტრი აქვს ძრავის მოცულობა და აი განახებ ეხა შემოვა ეს მანქანა, აი აი ცანი მიშა ეს არის ბატონი როლანდი აი ამ ავტომობილი ეს ადამიანი ინახავს ასე ლამაზად ამ ავტომობილის ისტორიას ინახავენ ქუთაისში. გადმოგეცა შენ ამ ავტომობილის გასაღები შეგიძლია იხმარო როგორც გინდა ისე ნელა იulis ნელა კი შეგიძლია იხმარო როგორც გინდა ისე ქალები აყარე რაც გინდა იგითენი იარებ მოდით მე საღამოს არის ეგ სიტუაცია რა გინდა მე მგონი ეს გამოვჭრით მე კაი მოდი ძრავს ჩავხედოთ ჯერ მაინტერესებს აი ეს გული 12 ცილინდრიანი მოგძანდით აბა ვნახოთ ჭონონონო ვა 12 ცილინდრი 5 ლიტრი და რამდენი ცხენი აქვს 300 ცხენი 300 ცხენი სიჩქარე რამდენი არა ეს ცოტა 300 სიჩქარე 300 გადამთხვევა ესე იგი 300 კილომეტր-საათი სიჩქარე 300 ცხენი ძალა 12 ცილინდრი და 5 ლიტრი მოცულობა კარგია შემიძლია ესე იგი გავისეირნო რა თქმა უნდა ესეც ჩვენი ქუთაისი და ესეც 90-იანი წლები 1990 წარმოიდგინეთ რა დრო გავიდა ხო ეს მანქანა გამოვიდა 26 წლის წინ აუ რა კაია ქუთაისი ძალიან ცხელა დღეს ქუთაისში ესე იგი ანუ საფხული ვიგრძენი აქ თბილისში ისე არ იგრძნობოდა სხვათა შორის მოდი დავიწყოთ პირველ რიგში კომფორტით. და რაზე ფიქრობდნენ საერთოდ 90-იან წლებში? ეს არის ტიპიური სპორტული ავტომობილი. ნუ სუპერკარი რა თქმა უნდა არ არის ეს, მაგრამ იმ დროისთვის და დღესაც მინდა გითხრათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ავტომობილი, რომელიც BMW-ს გამოუშვია დღემდე. აი ანალოგია არ ყავს ფაქტიურად. ну რა თქმა უნდა ძრავები რამდენიმე სახის დევს ამ ავტომობილში, მაგრამ აი დღევანდელი ეს ჩვენი ავტომობილი 12 ცილინდრიანი, ну აი M3 ჩაგვიქროლა ახლა ამ თუთას 12 ცილინდრიანი, წარმოიდგინეთ 5 ლიტრიანი და 12 ცილინდრიანი ავტომობილი. მოდი ისე დავждები როგორც BMW-ს შეეფერება. ძალიან ბევრი წერილები მოგდიოდა, ძალიან დიდი მოთხოვნა არის სხვათა შორის ამ ავტომობილზე. ყველას უნდა რომ ეს ავტომობილი ეხილათ ჩვენს გადაცემაში. და აქვე მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მეგობრებს, რომლებმაც მოგწეს საშუალება რომ გაგვეტესტა ეს ავტომობილი. ესე იგი მე ამით რაღაც მანქანას დაუდგე, გაუსტარტო, რაღაც ეგეთი ვარიანტები არ მინდა. ეს არის იცით როგორი მანქანაა, უბრალოდ რომ ჩართო კარგი მუსიკა. ახლა მოუხდებოდა ამ ყველაფერს ქუთაისური რამე საყვარელი მუსიკა. იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ამ ქალაქის სეირნობა. მოდი აქვე გეტყვით, რომ გვაქვს სიჩქარე, ავტომატური კოლოფი, იმ დროისთვის ტიპტრონიკი ნაკლებად იყო და გეტყვით აქვე, რომ შეგიძლიათ მართოთ ეს ავტომობილი მექანიკურ რეჟიმშიც. აი მაგალითად მესამე, მეორე და პირველი. მოდი ვნახოთ პირველით, გადავრთოთ სპორტზე. აქ დაგვიწერს რომ არის სპორტ რეჟიმი და ვნახოთ უკვე ადგილიდან სტარტი. ბრუნი ავიყვანთ დაახლოებით 3-მდე და წავიდა. პირველი, მეორე, მესამე, ხო, მეოთხე. ვაუ.
წნევა წავიდა პირდაპირ თავში, ესე იგი. ვა და 140. აი ახლა შევხედე სპიდომეტრს. მოდი თავიდან მესამე. და კარგად რეაგირებს მეოთხე და დრაივში მეხუთე. ხოჩა. ნამდვილად არ მეგონა რომ მე ქუთაისში, აი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ავტომობილით 140 დავდებდი. ხოჩა, უფრო მეტი შეიძლება, მაგრამ მაინც ქალაქია. მე არ მიყვარს საერთოდ კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ისე მიმიზიდა და ჩამithრია ამ ავტომობილმა და მისმა სიჩქარემ, რომ ყურადღება საერთოდ ვერც კი მივაქციეს სპიდომეტრს. საჭე არის ტიპიური ძველი, ესეთი ხლებოდა BMW-ს მეხუთე სერიაში. აი ძველი ცნობილი პიცოტები რო იყო, მაშინ ხო ეს ავტომობილი იყო ბიზნეს კლასი, რომელშიც BMW შერწყმა გააკეთა და სპორტული ხასიათი ჩადო ყველაზე მეტად და აი ეს საჭე არის იქიდან გადმოტანილი. მაგრამ აი ეს ბარი, აი ეს მაჩვენებელთა დაფა, ყველაფერი არის ძალიან ორიგინალური. წარმოგიდგენიათ მაშინ რა დონის ავტომობილი იყო ეს. ეხლა რა თქმა უნდა ტექნოლოგიები წინ წავიდა და ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა აქვს ამ ავტომობილს, რომ ახლა ისევ მანუალზე გადმოვხდე. გვაქვს აგრეთვე ღილაკი ეკო. ეკოს როდესაც დავაწვევით, ჩვენ უკვე მოძრაობთ ეკონომიურად, მაშინ იმდენი გათვლა არ იყო რა თქმა უნდა ეკოლოგიაზე. მოძრაობთ ეკონომიურად და საწვევის წვა რა თქმა უნდა გვაქვს ნაკლები. არის ერთი ღილაკი ASC, ანუ მოცურების საწინააღმდეგო ღილაკი და გეტყვით აქაც ორი ნიუანსია. პირველი დაჭერით გვეუბნება რომ გათიშულია მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, მაგრამ მაინც ბოლომდე ინახავს და ბოლომდე არ ითიშება. და თუ ჩვენ მას 7-8 წამი დაახლოებით დავაწვევით, უკვე ხიდის ბლოკირებაც იცვლება და ავტომობილი თლიანად გითიშავთ მოცურების საწინააღმდეგო სისტემას. ანუ თქვენ შეგიძლიათ უკვე ქალაქში დონატები, პატარა წადრიფტავება და ასე შემდეგ. მე ახლა ჯერჯერობით ქუთაისში ქალაქში ვსეირნობ, მაგრამ მე აუცილებლად გავალ. საფიჩხია არის ეგეთი ადგილი, ძალიან ცნობილი ქუთაისში და იქაც დიდი სიამოვნებით გამოვცდი ამ ავტომობილს. რაღაცა ეს მექანიკური ხასიათი, აი მეორე სიჩქარე, ადგილიდან კარგი სტარტი, მესამე ძალიან მომწონს. და მანევრი აქ ძალიან მაგარი ამ ავტომობილს. სარკეებზეც გეტყვით, რაღაც ესე მგონია, რომ მართლა აი განწყობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რაღაცა აქვს ამ ავტომობილს მეხუთე სერიის. იმდროინდელი მეხუთე სერიის 90-იან წლებს გულისხმობ. პატარა სარკეებია, მაგრამ თუ რაღაცის დანახვა გინდათ, დაინახავთ, მაგრამ სარკე რად გინდათ, როდესაც ავტომობილი ისეთი რეაქტიულია. ქუთაისო ჩემო დედულეთო. რატომღაც ამ სიმღერის ხასიათზე მოვედი ახლა. ძალიან მომწონს ეს ფორმა, რაღაც ეს რაკეტასავით არის წვეტიანი. ფარები რო ამოდის. ვიცი, ყველაფერი. მარიაჟი მანქანაა, მოდი პირდაპირ თქვათ. ეხლა ხედავთ თუ არა, ეს თვითონ ხელთათმანების ყუთიც როგორი ორიგინალურია. ერთადერთი რაც ეს არის კუპე, ეს არის 2+2, წინ ორი ადამიანი ზის, უკანაც ორი ადამიანი. და მინდა გითხრათ, რომ უკან ფლად კომფორტულად ვერ დაждდება ადამიანი. ესეთი ამხელა, ესეთი ასაკის ავტომობილია და მაინც როგორ რბილად დადის. არ ვიცი ხა რა თქმა უნდა რაღაცები ექნება შეცვლილი ამ მანქანას, მაგრამ კლასიკა რა. მინდა ვაღიარო, რომ თუ აქამდე მომწონდა მხოლოდ მე-7 სერია კომფორტით
და ნუ რა თქმა უნდა X6 თავისი ყველანაირი მახასიათებლით და ახლა უკვე დაემატა BMW-ს მერვე სერია. მინდა გითხრათ რომ არის 4 ფანჯარა. ახლა ხედავს ჩვენი მაყურებელი და თვითონ აი ეს ადგილი ძალიან მომწონს. დიზაინერულად არის ძალიან კარგად გადაწყვეტილი ეს ყველაფერი და აქვე გეტყვით რომ როდესაც თქვენი სპიდომეტრი მიაღწევს 160 კმ/სთ სიჩქარეს მაშინვე იწევა ფანჯრები. ანუ ხო ხვდებით ეს რას ნიშნავს? მანქანა თვითონ კეტავს ყველაფერს, ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. ეს ახლა აღარ გვიკვირს თორე. და მინდა გითხრათ რომ ავტომობილი რომელსაც ლუკი ჰქონდა, ისიც კი იკეტებოდა. რა თქმა უნდა, ლუკიანი ავტომობილი ცოტა უფრო მძიმეა და ადგილიდან სტარტში ცოტა მოიკოჭლებს. მაგრამ იმ დროისთვის 12 ცილინდრი, 5 ლიტრი და 300 ცხენის ძალა. უკან გახედვა კომფორტზე წევან ვისაუბრე, ხელის დასადები არ გვაქვს. იმიტომ რომ ეთყობა გათვალეს და გვითხრეს რომ ორივე ხელი საჭეზე გეკიდოს აუცილებლად. მოკლედ მე დაუბრუნე პატრონს ეს ავტომობილი და უკვე ვაგრძელებთ ქუთაისის დათვალიერებას. არ გადართოთ, რეკლამის შემდეგ თქვენი ხილვა.